ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელიაისნის რაიონში მეორე შეროპნის ქუჩაზე გზის საფარის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო. ასფალტის საფარი 6000 კვადრატულ მეტრ ფართობზე იგება, კეთდება ბეტონის ბორდიურები, საგზაო სამუშაოები ერთ კვირაში დასრულდება. პრობლემები, რომელიც ამ მხარეში ამ ქუჩაზე არსებობდა, პირველ რიგში უკავშირდებოდა უგზოობას. თუ კი ძირითადი ინფრასტრუქტურა არ მოვაწყეთ, დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა იქნება ძალიან რთული და ეს 6000 კვადრატული მეტრის საფარის დაგება ჩვენ მოგცემს ახალ ბიძგს ამ მხარეში. გაზიფიცირება არ იყო და გამოიყვანეთ მაგისტრალი, ახლა წავა ინდივიდუალური გამრიცხველიანება, სადაც 6000 კვადრატი ასფალტის საფარი იგება ამ ტერიტორიაზე. 160 ოჯახი არის, რომელიც ამ ყველაფერს მოკლებული იყო. დაიწყეს მიწის საფარის დაგება. აი დედას გერჩები, ისეთი მადლობლები ვართ ყველაფერი ამისათვის. იმიტომ რომ აი ელემენტარულად ტაქსის ბრძოლს არ უნდა ამოსვა, იმიტომ ინგრეოდა. დიდი მადლობა აი ყველაფრისთვის.